უშინცი გავაკეთეთ ანალოგიურად ისე ორიგინალური აქცია, როგორც ახლა თქვენ ნახეთ. ეს იყო დვანში, იმიტომ რომ ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის მე ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან მტკივნეულ თემა, რაც ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ რუსეთის ოკუპაციას რაც შეეხება. და მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ, თითოეულმა ამ ქვეყნის შვილმა განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა უნდა გამოვიდეს და დავისახლებოს, იმიტომ რომ ეს არის საქართველო არის ჩვენი სამშობლო. შესაბამისად, თითოეულ ახალგაზრდას მოვუწოდებ, გამოდით, თქვენი აზრი დააფიქსირეთ, ამ ომში წასვლას არავინ არ მოგიწოდეთ, უბრალოდ არ შეიძლება ის რაც ხდება, თანდათან გულწრფელდება ჩვენი ქვეყანა და ახალგაზრდებმა ახალგაზრდებს მოგეშინიათ სამშობლოს სიყვარულის გამო არავინ არ დაგჭირთ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერ დაგჭირთ და გამოდით და თქვენი საქმე ჩემი აზრი არის. ზოგადად ჩვენი ორგანიზაცია, ახალგაზრდული ორგანიზაცია პროფესიონალების და მთლიანად ახალგაზრდები ალბათ ვფიქრობთ იმას, რომ მთელი მსოფლიოს ლიდერები, ესენი ვინც თქვენ იქნეთ, არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას როგორც სარგე სახელმწიფოდ და ეს არის ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალი და ჩვენც ესე ვფიქრობთ და ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს ამ აქციით, რომ ცოტა ხმა ამოიღონ და გვერდში დაგვიდნენ, იმიტომ რომ წინა შეხვედრებზეც ვახსენე, რომ მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ ვხდებით რამდენი წელი უკვე. დღევანდელ აქციაში ჩვენ პროფკავშირების ახალგაზრდები და სუბსიდიის ახალგაზრდები უშუალოდ სტუდენტობა ერთად ვიღებთ მონაწილეობას და ამ აქციით მინდოდა იმის თქმა, რომ არა ოკუპაციას, ეს არის საქართველოს ტერიტორია და არა მარტო ახალგაზრდებმა, სოფლის ლიდერებმაც უნდა ამოიღონ ამასთან დაკავშირებით ხმა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. დღევანდელი აქციის მიზანი იყო, რომ ჩვენ ვეუბნებით გადაჭრით, რომ არა ცოცხალ ოკუპაციას, ჩვენ ამით ვეხმაურებით დვანში მიმდინარე მოვლენებსაც და აქვე დღეს სიმბოლურად მოვედით ჩვენი კონფლიქტის ხაზთან და ამით მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ყველა სტუდენტს, რომ ჩვენი ვალი არის, რომ გავაქტიურდეთ, რადგან ჩვენ ვართ ის თაობა, რომელსაც უნდა შევძლოთ და ის დავიბრუნოთ, რასაც ერთიანი და მთლიანი საქართველო გვია.